დღეს ჩვენ ვაწყობთ ძრავს. სალამი, დაგიბრუნდით მოკლედ M2-ის, მე მგონი ბოლოს M2-ის ვიდეო იყო, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მოკლედ M2-ს დავშალეთ ეგ ვიდეო მიდევს სადღაც და დაგიბრუნდით M2-ის აწყობის ვიდეოთი. M2-იც მოვიყვანით. ეს წინა ტუჩი მოხსნა იქამ შესაღებად წაიღო, იმიტომ რომ მანამდე თეთრი იყო და ეხლა 10 წელი რო წვერი არ გაუპარსავს ადამიანს და მე რო გაიპარსავს, ეგრე გამოიყურება თოთო ბავშვით. ხო და ეხლა მოკლედ ნაწილები მოვიტანეთ და ნაწილების პატარა unboxing ვიდეოს გავაკეთებ. აი აქ არის ჩვენი ნაწილები. ხო, ბლოკი გამზადებულია. ასაწყობად. და ნაწილები აქ არის და ნაწილებს დავა unbox-ებ და გაჩვენებთ რა ვიყიდეთ ჩვენი ახალი ძრავისთვის. ხო, პირველი რაც გვაქვს და რამც დაგღუპა, აქედან დავიწყოთ. პირველი დაგღუპა პორშინი ძველსაც გაჩვენებთ. ძველი პორშინი აქ არის. მანდა მაინც ისეთი ავიღე ხელში, რომელიც არ არის გატეხილი. ტადამ, გატეხილიც ავიღე. აი, ესე გამოიყურება გატეხილი პორშინი. ზოგადად ქარხნული პორშინები ძალიან ბევრ მანქანაზე არის cast alumini, ანუ ნაწრთობი ალუმინია და არის მყიფე. ბევრად უფრო ვიდრე კოვანს რო ეძახით ეგენი, ანუ forged alumini რაცა, იმასთან შედარებით და რაც უფრო მყიფეა მეტალი, მისი გაფართოების და შევიწროების კოეფიციენტი არის დაბალი, ანუ ცოტა თუ გაფართოვდა ტემპერატურასთან ერთად, დიდი შანსია რომ გატყდეს. ზუსტად ეგეთი რაღაცა დაიმართა ამას. დიდი წნევის ჩაბერვისგან ტემპერატურას ზედაპირზე ვერ გაუძლო და გატყდა. ხო და ეხლა გვაქვს ახალი პორშინები, რომელმაც იმედი გვაქვს, რომ ბევრ ცხენზალას უნდა გაუძლოს. CP Carillo. მე მიყვარს ეს პორშინები. ძალიან თუ კი რამე გამძლე შეიძლება ითქვას, CP პორშინები ალბათ ყველაზე გამძლე ამისა. ვიდეოც მაქვს ცალკე რაღაც ლამაზი და იმ ვიდეოს ჩავსვა მაქვს. ისე გამოიყურება. ეს დანომრილი იმიტოა, რომ მორგებულია კონკრეტულ ცილინდრს უკვე. კიდე გვაქვს შატუნები, იგივე როდები, მენელის, ესეთი. ესეთი შეფუთვაშია, რომელსაც აწერია წონები ზეთ. როგორც მახსოვს 3 გრამზე მეტი არ არის ხოლმე ერთმანეთს შორის სხვაობა და არც უნდა იყოს. ესეთი შეფუთვა აქვს. და ესე გამოიყურება. აი ესე ლამაზად. ესეც იმიტომ გჭირდება, რომ ძალიან ბევრსო ჩავბერავთ, არაფერი გატყდეს. ერთ შატუნზე, როგორც მახსოვს, 250 ცხენის ძალა წერია ამ კონკრეტულ მენლის. კიდე გვაქვს კატა. კატა აუცილებელია იმისთვის, რომ სტაბილურად, ბედნიერად იაროთ მანქანით. ამას ეძინა ახლა და მე გავაღვიძე. კატა აუცილებლად თქვენ მანქანაში უნდა გავდეთ. ბევრ ცხენზალებს რო გაუძლოს. ACL-ის კლადიშები გვაქვს. ტრეისინგები. არავის არ უყვირს მე მგონი. კიდე ბარემ რაც გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ცხენისძალებისთვის ყველაზე დიდი ვიტამინები ძრავში არის რასპრედვალები. რასპრედვალები გვაქვს BC-ის, Brian Croweris. რომელიც დიდი ალბათობით უნდა იყოს კარტოფილის მეშოქში გახვეული. თუ ხახვის მეშოქში რა ვიცი. ესეთ კარტოფილის
მე შოქშია ხოლმე შეხვეული პისის რასპედვალი. რასპედვალები იმისთვის გვაქვს, რომ ცოტა უფრო მეტი ვატრიალოთ, ვიდრე ქართულად ბრუნავს და ცოტა ნაკლები ჩავბეროთ და მეტი ცხენზალა ამოვიღოთ, მაგისთვის არის ძალიან კარგი. ბოლომდე რო არ გავხსნა, ესე გამოიყურება ჩვენი რასპედვალები. უფრო მეტი გრადუსი აქვს, უფრო მეტი ლიფტი აქვს და ერთ ცხენზალებს მოგწევს. კიდე რა გვაქვს? კიდე ნუ რა თქმა უნდა გალობის პრაგრატკა გვაქვს. ამ შემთხვევაში კომეტიკის განსაკუთრებული არაფერი არ არის ამაში, მაგრამ ქარხნულად ამ ძველ ემერორებს უყენია ეგრეთ წოდებული ასბესტის პრაგრატკა და ამიტომაც ბევრ ცხენზალას ვერ უძლებს. კიდე გვაქვს ACT კლაჩის ცეპლენის დისკი, რომელიც არის ორგანიკია, მაგრამ სტეიჯია რა. ესე გამოიყურება. ლამაზად. ხა გადავალ ძრავის საწყობაზე და რაღაც პატარა ვიდეოებსაც კიდე მივამატებ ამ ვიდეოს დამთავრებამდე. პისის რასპედვალს მოყვება ასევე ყველასთვის სახალისოთი. სტიკერები, რომელიც აი პისის რო სტიკერები მოყვება, ესეთი ბანძი სტიკერები მეგონი არაფერს არ მოყვება რა. აი ხა ეს სტიკერია. მაგალითად ხა გაჩვენებთ კარილოს პისტონს სანაერ სტიკერი მოყვება. აი სტიკერი. ამაზე ნაკლები არ უნდა. ეს რა სტიკერი? რა run BC რო აწერია? რა სად გავიქცეთ ძმაო? არ მომწონს ეს სტიკერები მე. ასევე მოყვება assembly loop-ი. ესეთი, მაგრამ ამ soil-ის assembly loop-ს არაფერი არ ჯობია, ვიცოდეთ. ეს მაიმუნი ვარ მინდეს. ავაწყებ პორშინები და შატუნები ერთმანეთზე. ხო და სანამ ჩავდებ ძრავში, მოდი პატარა ტესტი გავაკეთოთ. ეს არის ქარხნული პორშინი და შატუნი აწყობილი, თავისი კლადიში ჩიგნიტებს, თავისი კოლცოებით ზედაქვს და იგივე არის აქეთაც კოვანების შემთხვევაში. ნახოთ აბა რა სხვაობა არის წონაში. ავწონოთ ჯერ ხარხნული კლიენად ერთად 1328 გრამი არის ხარხნული. ავწონოთ ეს ჩვენი ლამაზი პორშინ შატუნი. 1062. დაახლოებით 260-265 გრამიანი სხვაობა გვაქვს ჩვენ ძველსა და ახალ პორშინ შატუნთან. თან პლუს ამას ეს ახალი პორშინის და შატუნიც ბევრად უფრო გამძლეა თავისი დიზაინის და მატერიალების გამო, ვიდრე ეს ძველი, რომელიც გაჩვენეთ კიდევაც რო გატყდა. რისთვის არის კარგი, რომ მსუბუქია პორშინ და შატუნი. ნუ ქარხნული რო იყოს მსუბუქი, არ იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ სიმყარეს დაკარგავდა და უფრო ადვილად გაფუჭდებოდა, მაგრამ როცა ესეთი მასალისგან არის გაკეთებული და დიზაინისგან, ამ შემთხვევაში გაცილებით უკეთესია იმის გამო, რომ ძრავის მაღალი ბრუნის ტრიალის შემთხვევაში ამ განსაკუთრებით შატუნებს ეხება სტრესი მეტალს აქვს ძალიან დიდი. ამიტომაც რაც მსუბუქია მეტალი ძრავს თავისუფლად შეუძლია რომ დაატრიალოს მაღალი ბრუნი, ანუ რევი კონდეს სწრაფი როგორ აღხსნათ, მალე აიღოს აბაროტი რა, რასაც ვეძახით, დაჭერის მომენტში მალე აიღოს და კალენვალს ინერცია არ დაუკარგოს რა აჩქარების დროს. მაგრამ რახანს ბრუნის დროს სტრესი ძალიან დიდია, მძიმეს ქნევის დროს კალენვალზე დატვირთვა ძალიან დიდი მოდის, რა თქმა უნდა, ასევე მოდის შატუნზე და თუ მატერიალი კარგია და თან მსუბუქია ერთდროულად მე ყველაფერი ძალიან მაგრად ეხმარება ძრავს მაღალი ბრუნების ტრიალში დაუზიანებლად და თან სწრაფად აკრეფვაში ამ ბრუნის რა. ეგეთი ამბავია და სადღაც 250 გრამი სხვაობა პორშინსა და შატუნს შორის არის კატასტროფულად დიდი სხვაობა. აი ძალიან დიდი სხვაობა არის ამ ძრავის
აჩქარების მომენტი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ქარხნის შემთხვევაში იყო. რომ ყველაფერს თვალს ადევნებს და დამემოწმება, ფისო, თვალს არ ადევნებს, წინავს. კი. ასე თქვი, სუბუქი შატონი. კი, ვაი. კაიო. ძალიან მოხერხებულ ადგილზე წევს. მოგეთ ეგეთი ამბავია პორშინების და შატონის შემთხვევაში. სუბუქი ნიშნავს კარგს, ოღონდ უნდა იყოს კარგი მასალისგან დამზადებული აუცილებლად. უბრალოდ სუბუქი ქარხნული ჩავანაცვლოთ, მეორე ქარხნული და დავაყენოთ სუბუქი, ეგ კარგს არ ნიშნავს. პირიქით, მაღალ ბრუნზე და მაღალ სტრესზე აუცილებლად გატყდება. თითქმის აიწყო ძრავი. გადავედით რასპედვალების დაინსტალების დრო მოვიდა. აქ არის ჩვენი ახალი და ერთი ძველი რასპედვალი. ესენი Brian Crower-ის რასპედვალებია. Stage 2. აქ არის ამ რასპედვალის მონაცემები, არის 264 გრადუსიანი, აქვს 8.74 ლიფტი. ქარხნულები არის 253 გრადუსიანი თუ 236 გრადუსიანი რასპედვალები არის 7.5 ლიფტით. ეს არის 264-იანი 8.74 ლიფტით, რაც რა თქმა უნდა მოგცემს მეტ ჰაერის წარმადობას, შესვლას და გასვლას და გრადუსი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მაღალი ბრუნები თავისუფლად დატრიალდეს და ძრავმა სული არ მოითქვას, მაგრამ რასპედვალები სულ ვიძახი ხოლმე რომ ვიტამინები არის ტუნინგის თქო რა, ძრავში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ცხენის ძალების ამოსაღებად რა. აი ამას გალუკა კიდე დაპორტინგებული გქონდა. და ნუ რასპედვალები რო არ გვეყენა, სამბარებიც გვეყენა დაჟე, მაგრამ რასპედვალები რო არ გვეყენა, ეგ იყო ერთი დიდი მინუსი ცხენის ძალის ამოსაღებად. როცა რასპედვალები არ გეყენია, შესაბამისად გიწევს ბევრის ჩაბერვა ძრავში, რომ ცხენის ძალები რამენაირად ამოაღებინო რა. ესე გამოიყურება, ხა გაჩვენებთ ეს რასპედვალები ერთმანეთთან შედარებით რა. რამდენად გამოჩნდება ვიდეოში არ ვიცი, მაგრამ წესით გამოჩნდება რა. ესე გამოიყურება ერთმანეთის გვერდით. მეგონი ეთყობა კიდეც რომ ამას აქვს უფრო მეტად გლუვი თავი, ამას უფრო წვეტიანი. შესაბამისად ამას მეტი გრადუსი აქვს ვიდრე ქარხნულს და ლიფტიც მეტი აქვს ვიდრე ქარხნულს. ესე გამოიყურება. დავაყენებთ ახლა რასპედვალებს. დასრულდება ამითი ძრავის აწყობა და გადავალთ უკვე მანქანაში ჩადგმას. ძრავი გამზადდა, მანქანაც უკვე შემოყვანილია. გადავდივართ ძრავის ჩადგმის პროცესზე. ჩვენი აგრეგატი აწყობილი ესე გამოიყურება. ვინც არ იცოდით, გეტყვით, რომ Yamaha მარტო კლავიშიან ინსტრუმენტებს არ ამზადებს, ძრავებსაც აქტიურად ამზადებს და თითქმის ყველა სპორტული ძრავი, მათ შორის 2JZ ცნობილი Yamaha-ს დამზადებული Toyota-სთან ერთად. ესე გამოიყურება აწყობილი ძრავი და კოლოფი. ესეც ჩვენი დიდი ტურბო. მოკლედ გადავალთ ახლა ჩავდგამთ ძრავს. ჩავდგამთ რა, ავდგამთ. ხო, აქ კულერი გვაქვს, რომელიც გარედან გრილდება. ჰაერი ტიპის კულერია და ამ კულერს მოუწევს გამოცვლა და წყალი ჰაერის გაგრილების სისტემაზე გადასვლა მოუწევს, რომელსაც რო დავიწყებთ მაგ პროცესს, მერე კიდე გაჩვენებთ წყლის გაგრილებას, რა უპირატესობები აქვს, მით უმეტეს ესეთ შვაძრავიან მანქანებზე, როცა ადგილი არ გაქვს იმისთვის, რომ შემოხვედრი ჰაერი მოხდეს კულერს.
ხო და მაგის აწყობა მოხდება ალბათ ოქტომბერში და ჯერ ჩემ მანქანას გავაკეთებ მანამდე. იგივე სისტემაზე, იმაზეც გადავიღებ ვიდეოს და მე უკვე M2-ზეც რო გავმართავთ მაგ სისტემას, იქაც გადავიღებ მსგავს ვიდეოს. მოთავს დაძრავი თავის ადგილზე. და ვემზადებით დასაქოქად, მაგრამ სანამ დავქოქავთ, რაღაც პროცედურები უნდა გავატაროთ. რა თქმა უნდა, ახალ აწყობილ ძრავზე მიუხედავად იმისა, რომ შეზეთილი გვაქვს კლავიშები და რასპედვალის სადგამები ამ სოლის ესემბლილობით, აუცილებელია, რომ ბრეიქინგ ოილი ჩავასხათ, რომ აპკატკა გადარდეს სპეციალური აპკატკის საშუალებით, რომ კოლცოები კარგად დაჯდეს თავის ადგილზე. და გარდა მაგისა, სანამ დავსტარტავთ ძრავს, აუცილებლად სვეჩებს მოვხსნი ახლა მე. ესეთ ჩავასხამ და სტარტერით ვატრიალებ ძრავს იქამდე, სანამ არ ამოიტანს ზეთს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ესემბლილობით არის შეზეთილი, სტარტის დროს მაინც შეიძლება დაზიანდეს, სანამ ზეთით სულად შეივსება სისტემა და მით უმეტეს ტურბოში ზეთი არ არის, ტურბოსაც გავაჩერებთ ხელით, სანამ დავქოქავთ მანამდე, რომ ჯერ ზეთი წავიდეს სისტემაში და მე დაიწყოს ტურბო მტრიალი, მაგრამ მაინც ყოველთვის გირჩევთ ხოლმე, რომ ჯერ სვეჩები მოხსნათ, ინჟექტორები გადახსნათ, რომ საწვავი და დენი არ მიეწოდოს ძრავს და ატრიალოთ სტარტერით იქამდე, სანამ ზეთს არ ამოიტანს. ზოგჯერ დაჟე იაპონური მანქანების შემთხვევაში წითელსაც აკრობს ხოლმე. მოკლედ ძრავი თავიდან ესემბლიზე როცა არის აწყობილი, ნელა იწყებს ბრუნს და ზეთი როცა შედის, მარტივად მიხვდებით, რომ ძრავი აჩქარებს ბრუნს და მიხვდებით, რომ ზეთით შეივსოს სისტემა მაგ დროს და მე ჩვეულებრივად ისევ სვეჩებს ვავინებ და აყენებ და დაგოქავთ ისე, რომ ძრავს არ მოუწევს ზეთის გარეშე ერთი ბრუნის გაკეთებაც კი. ისე მე გაითვალისწინეთ აუცილებლად. დავიწყებ ზეთის ამოტანის პროცესი. წითელიც ჩააქრო მიკროფონში ვლაპარაკობდი, მაგრამ რეალურად მიკროფონი იქეთ ქონდა და აი აქ ახლა დაჟე ჯერ კიდევ წნევაა და წითელი ჩაქრა. და ხმად შეეცვალა. ძრავს როგორც აი მოვიდა წითელი. ახლა ტრიალს დავიწყო ეგრევე ესეც ჩაქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ წნევა შეიქმნა. არა რთული პროცესი და ასე რომ გააკეთეთ ხოლმე ძრავის დაქოქვამდე, რომ რამე არ დაზიანდეს ძრავში. როცა ყველაფერი მშრალია გარდა იმ დეტალებისა, რომელიც შეზეთეთ აწყობის დროს. დაქოქვის ჟამით დადგა, პირველი სტარტი გვექნება ახლა და გამშვებ შეხედეთ უბრალოდ წინა ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ M2-ზე რა ლამაზი გამშვები გვეყენა და ახლა ახალი რეგულაციების გამო ვეღარ ვაყენებთ მაგ გამშვებს და აპკატკა რომ მაინც გაიტაროს გაატაროს სანამ კანონში რამე ცვლილებები შევა, ქარხნული რაღაცა ჩარტი დავაყენეთ. ესეთ ძრავზე, რომელსაც დაახლოებით 500-600 ცხენძარისთვის ვამზადებთ. იკა, დავსტარტოთ. ესეც პირველი სტარტი. მოინდიდი არაფერი ხმა არ ექნება ამ საწყალს. შვენიერად ჩაიარა პირველმა სტარტმა და მოვჭით მანქანას, ახლა წყალს და გაგრილების სისტემას შევავსებთ. ანტიფრის ჩავასხავთ, დავაჰაერებთ. მერე შევამოწმებთ ვენტილატორები, თუ მუშაობს დროულად. ხო და მთელი ამბები და უკვე გადავა ბრეიქინის რეჟიმში. აპკატკაზე წავა მანქანა სასეირნოდ. სასეირნო ამინდი კი გვაქვს. შვენიერი სასეირნო ამინდია. ახლა მზემც გამოანათა პრინციპში. M2-ის ამბავი ამითი მორჩა.
დროებით და შემდეგ ვიდეოში შემოგიერთებით. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს.